Kauri მოსავალი სიმინდი, ლობიო, ყვახი, სოიო ძალიან მოსავლიანი მიწაა და ძალიან დიდი რაოდენობით მოდის ამ მასივში. რა ქვია? ჟირპიჯი. ანუ ორ პირი. ხო, ჟირპიჯი. აი ესა ანჯერის მასივი. ძალიან თავიდან ბოლომდე, რომელიც იწყება გულეკარიდან და ვრცელდება სერიაჩქონის ტყემდე. ეს არის საქართველოში ერთ-ერთი დიდი სახნავ-სათესი სავარგული, როგორიცაა კახეთში შირაქიშველი, როგორიცაა ალაზნისველი, აი ასევა სამეგრელოში ანჯერის მასივი. ეს არის სამეგრელოს პურის ბეღელი და ამავე დროს გურიის და იმერეთის მომარაგებელი მარცვლეულით, ოდიდან მარცვლეული იწარმოებოდა ამ ტერიტორიაზე. ადრე სიმინდი არ იყო, მოგეხსენებათ ხო, ბიოლოგიის მასწავლებელი გეტყოდათ, რომ სიმინდი 300 წელია, 400 წელია რაც შემოდანილია. მანამდე იყო მცენარე ღომის ღომი, რომელიც ძალიან წააგავს აი აგერ ღომის ღომიო? ღომის ღომი, მცენარე ღომის ღომი, რომელიც აი ამ ლერწამ ძალიან გავს. აქვს თავთავები და წვრილი, მას თანამედროვე ენაზე ეწოდება ფშენო, აი იყიდება მაღაზიებში ფშენო ბურღულეული და ისა ღომის ღომი რო იწოდება, რომლისგანაც მზადდებოდა საუკეთესო საკვები იმდროინდელი მოსახლეობა იმით გამოიკვებებოდა. და დღესაც ეს მიწაწყალი არის ბეღელი, მარცვლეულის ბეღელი მთელი დასავლეთ საქართველოსათვის, რომ იწოდეთ. ამხელა სიმდიდრეს წიაღისეულს არ ფლობთ, ეხლა ჩვენ აქ არ გვაქვს არაფერი, ქვანახშირი, ნავთობი, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს აი ეს რითაც Hati pekhi tas kimi val chen kho? Khane mongol gapchebuli. Ya ha gapchebuli sa. Yavit fias Avide tabat. Ara pekhi biaro da tu davchirda kaçka davjir. Kho. Roman moral fiasho, moral. Vatsa, chanta zamolide. Ana. Ona. Khara, mol. ყურადღებით ეხლა ბავშვო. ახლა ჩვენ ვიმყოფები ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე არსებული ანტიკური, უпроსორად წინარე ანტიკური ნაქალაქარის ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს თანამედროვე ეწოდება ნამარნუ, რომელიც შემდგომ გვიან პერიოდში დაარქვა ხალხმა, იმიტომ რომ ნამარნუ ნიშნავს ნამარნალ ადგილს. აქ ხშირი იყო, ახლა მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ დაკარგულია, თორე აქ იყო შეიძლება მომძებნოთ კიდევაც ნახოთ ჭურის ნატეხები, ქვევრის ნატეხები და ამიტომაც ხალხმა იფიქრა, რომ აქ ზოგადში მარანი იყო, ეტყობაო და ამიტომ უწოდეს ნამარნუ. თორე ისე ამ ქალაქის სახელწოდება ნამდვილი რაც მაშინ ამას ერქვა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სინამდვილეში რაც ეწოდება სკილაკს კარიადნელის. ეს იყო ბერძენი, ძველი ბერძენი მოგზაური მემატიანე, აი მისი ნაშრომი, რომელსაც ეწოდება პერიპლუსი. ამ პერიპლუსში მას აქვს შორეული ქვეყნების, ჩვენ საბერძნეთისათვის მაშინ შორეული ქვეყნად მოვიაზრებოდი, შორეული ქვეყნების აღწერილობა. სად რა, რომელი დასახლებული პუნქტი მდებარეობდა. მას აქვს ნათქვამი, რომ ზღვის სანაპიროდან 180 სტადიონის სიშორეზე, სტადიონი თანამედროვე სტადიონი არ გეგონოთ თქვენ, აი დღესო კილომეტრებს ამბობენ, ხო? აი ასე იყო ზოგადად სტადია, ნიშნავს მონაკვეთს. 180 რაღაც მანძილის მონაკვეთში მდებარეობს ბარბაროსთა დიდი ქალაქი. ბარბაროსეს ბერძნები უწოდებდნენ არა ბერძნულ მოსახლეობას, არა ბერძნულ ენოვან ხალხს. ამ შემთხვევაში იგულისხმება კოლხური მოსახლეობა. და აი ამ თანამედროვე გააზრებით რო გავიაზროთ 180 სტადიის, ანუ სტადიონის სიშორეზე ზღვის ნაპირიდან, თქვენი თვითონ ზღვა მდებარეობს ჩვენთან დასავლეთით. ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის ამაზე დიდი ნაქალაქარი. ეს არის ტიპიური კოლხეთის დაბლობის კოლხური ნაქალაქარი. რაში მდგომარეობს მისი ღირსება? თქვენ ხედავთ, რომ ამ ნაქალაქარს ირგვლივ აქვს ძალიან განიერი და ხრმა ხრილი შემოვლებული, ანუ არხი.
ეს არხი ძველ დროში იფსებოდა წყლით. წყლით იფსებოდა. ეს იმიტომ კეთდებოდა, რომ ეს იყო ბუნებრივი თავდაცვა ქალაქისათვის. თავდაცვითი ნაგებობა იყო. ქალაქი მდებარეობდა ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე. ზოგიერთ გონია, რომ აქ რიონმა გააკეთა, ასე ვთქვათ, ეს ასეთი ირგვლივ შემოხდა. ხელოვნურადაა, ხალხის შრომითაა, თუ კალთებით, აი ეს მიწა კალთაში იყრიდნენ და მოხონდა და ყრიდნენ აქ. ზვინავდნენ. ეს იყო 3500-4000 წლის წინ თანამედროვე ეპოქიდან. აი აქ თუ დედაქალაქი არა კოლხეთის, ერთ-ერთი ადმინისტრაციული ოლქის ცენტრი იქნებოდა ეს ქალაქი. არის გამოთქმული ვარაუდი, მე ხელს მივყრია ახლა 1973 წელს გამოცემული ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბეჭდვითი ორგანოს გამომცემლობის მიერ გამოცემული ჟურნალი, პერიოდული ჟურნალი, რომელსაც ეწოდებოდა ძეგლის მეგობარი. აი ამ ძეგლის მეგობარში ნომერ 33 ძეგლის მეგობარში დაიბეჭდა გურამ გრიგოლიას, ეს სწავლული მეცნიერ მუშაკი იყო, ამჟამად პროფესორია, არ ვიცი დოცენტი, მისი სტატია. აი აქ წერია ბარბაროსების დიდი ქალაქის ლოკალიზაციისათვის. ეს ნაშრომი მან მიუძღვნა აი ამ ნამარნუს ტერიტორიას, აი ამის ისტორიას. რომ იცოდეთ, აი ეს ნამარნუ საუკუნეების განმავლობაში დაუსახლებელი ადგილი იყო, აქ ხალხი არ ცხოვრობდა. აქ სიცოცხლე შეწყდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ ქრისტეშობამდე აქ ქალაქი უკვე მკვდარი იყო. აქ შეიძლება აი ასე როგორც ახლა არიან მეჯოგეები განთავსებული, ასე მეჯოგეები ცხოვრობდნენ, თორე ქალაქი როგორც ასეთი ქრისტეს ეპოქაში აქ უკვე აღარ არსებობდა. წარმოიდგინეთ რა ძველი ქალაქი. ეს ქალაქი აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით. როგორც მე ვიცი და ჩემთვისაა ცნობილი, აი ამ მარნემარეზე სათოხარში ეხმარებოდა აქედან წასული პიროვნება, მე არ ვიცი ახლა ჩვენი სოფლელი იყო თუ გაღმასოფლელი იყო, თავის სოფლელ მეგობარს თუ ნათესავს და იპოვეს თოხნის დროს რაღაც ნივთი. სავარაუდოდ მე რამდენადაც ვიცი, თოხი თვითონ. დაჟანგული ძალიან ძველი ნივთი და აი ამ პიროვნებას თურმე შეეჭვა, რომ ეს ახალი თოხი არ არისო თქვა. ეს ისტორიული, ასე ვთქვათ, საუკუნეებს გამოვლილი თოხიაო და შეახვია და წაიღო თბილისში. და რომ მიიტანა მან ეს მუზეუმში, კითხეს სად ნახე, როგორ ნახე და აღმოჩნდა, რომ ეს თოხი იყო ძველი წელთაღრიცხვით დათარიღდა და კოლხური ცივილიზაციის ერთ-ერთ ნიმუშს წარმოადგენდა, ყოფით ნიმუშს წარმოადგენდა. ამის მერე აქ წავიდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჯერ დაზვერვითი სამუშაოები, დაზვერვა იცით თქვენ რას ნიშნავს ომში მოწინააღმდეგის დაზვერვას ნიშნავს, აქ არქეოლოგიურად დაზვერვა ნიშნავს ამ ადგილის პირველ ზედაპირულ ნახვას. ზედაპირული დაზვერვით აქ რომ მოვიდნენ, იმ წუთში მიხვდნენ, რომ საქმე ჰქონდა ტიპიურ კოლხურ ნაქალაქართან, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ ხელოვნურად გაკეთებული არხი ამ დაგვარი ნაქალაქარი. არის პატარ-პატარა მასშტაბების, მაგრამ ასე დიდი, ასე ფართო ჯერ დადასტურებული არ არის. ყველაზე დიდი ნაქალაქარია ეს. ამის შემდეგ 60-იან წლებში დაიწყო პირველი გათხრები ამ ტერიტორიაზე. აი ჩვენ ვიყოფებით იმ გათხრების ადგილას. აი ამ ადგილებში მოხდა გათხრები. შემდეგ მეორე ეტაპად წავიდა კიდევ გათხრები 80-იან წლებში. აი ეს ჩვენს ბაგრატ მასალებას კარგად ემახსოვრება, თქვენ მშობლებს კარგად ემახსოვრებათ, რომ მოვიდნენ აქ არქეოლოგები და დაიწყო გათხრები. ეხლა ამჟამად რაც იპოვეს და რაც გათხარეს, ყველაფერი ისე მიწისქვეშაა დამალული. აქ არის ციხესიმაგრის კედლის ნაშთები, საკმაოდ მრავლად ნაპოვნი. ერთმანეთზეა დაშენებული ციხესიმაგრის აი ეს კედლები. სულ აი აქ არქეოლოგიური გათხრებით 7 ფენა იქნა ნაპოვნი. ფენა რას ნიშნავს? აი ეტაპს. წინარე ანტიკური, ელინისტური და აი რომაულის, აი წინა რომაული ეპოქის ნაქალაქარი. ნიშანდობლივი იმითი იყო აი ეს ციხესიმაგრის კედლები, რომ კირით არ იყო აშენებული. ანუ იმ დროის იყო, როცა ჯერ კირი არ იცოდა ხალხი. ჩვენც რო დღეს აი ნაგებობა რო გაშენდეს, საჭიროა ცემენტი, სცილა, დუღაბი, რომ ქვაზე დააშენო. აი ძველ დროში კირს ხმარობდნენ. და ეს იმდროინდელი ქალაქი იყო, როდესაც ჯერ კირის არ იცოდა ხალხი. ტალახით აშენებული კედლები იყო. აი ამ ქალაქში სავარაუდოდ იყო აი ცენტრალური ნაწილზე ვიმყოფებით, აი ეს ცენტრალური ნაწილი. აი ამის ირგვლივ იყო დასახლებული. თვითონ ამ არხს გაღმართ, იყო დასახლებული. სულ აი ეს ქალაქი მოიცავს თანამედროვე
აი ამ გააცდებით 20 ჰექტარს. აი ეს ცენტრალური ნაწილი ახლა 20 ჰექტარი არის, აქ რამდენი ჰექტარია მე ვერ გეტყვით, მაგრამ ირგვლივეთი მთლიანად ამ ნახალახარის ნაწილია და გათხრების შედეგად ნაპოვნია აი იქ არხებს როთხიდან კომუნისტური პარტიის დროს დაშრობისთვის, აი ამ არხებში ნაპოვნია ნამოსახლარების კვალი. ეს ქალაქი ორჯერ იქნა განადგურებული. თქვენ იცით ისტორიიდან რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე დასავლეთ საქართველოში მოხდა ძალიან დიდი შემოსევა ჩრდილოეთიდან, ეს იყო კიმერიელების შემოსევა, დიდი ნაკადი წამოვიდა, რომელმაც გადაუარა ამ ყველაფერს და დაიწყო საშინელი ხოსვა, ჟლეტვა, ეს იყო მარბიელი ხალხი, რომელიც არბევდა, რომელიც იტაცებდა, იყო პარაზიტი ხალხი, რასაც ქვია, ხო? ველური ხალხი, აქ კულტურული, ცივილიზირებული ხალხი ცხოვრობდა, ისინი იყვნენ ველური ხალხი და ველური ყოველთვის ჯაბნის კულტურულს ეს მოგესწრებათ თქვენ. გაძარცვული იქნა ქალაქი და აი არქეოლოგები ამბობენ რომ ყველაფერსო, აი აქაურ ნაგებობებს, აქაურ შენობებს, აქაურ თიხის ჭურჭლებს თუ რაც კი რამ დარჩა ამ 3500 წლის შემდეგ, ყველაფერს ეტყობა ბარბაროსული განადგურების კვალი. ნაპოვნია ნახშირები, დანახშირებული ხის ნაგებობები, რომელიც მიუთითებს იმას, რომ აქ ხის ნაგებობები ძალიან ბლომად იყო, კოლხეთის დაბლობზე ისიც თქვენ რომ ქვა ჭირს და ქვა მოაქვთ, აი ეს ქვები, რასაც აქ თქვენ ხედავთ, დადასტურებულია, რომ ჩამოტანილია აი იქიდან გურიის თვებიდან. როგორაა ჩამოტანილი რა ტრანსპორტით, რანაირად? ალბათ იმ დროს ასი იყო, აი იმ საშუალებითაა და დანარჩენი იყო ხის ნაგებობები, კოშკური ნაგებობები იყო, ფარდული ნაგებობები იყო. აი ესენი ყველაფერი არის განადგურებული. აი სპეციალურად ეთყობა კვალი, რომ აი მოვიდა ვიღაცა, დააწვა, დაანგრია, გაანადგურა. აი იმ კედლებში ნაპოვნია შურდულის ქვები. შურდული იცით თქვენ რა არის? თანამედროვე ლაგატკას ოეძახენ, იმის მაგვარი საბრძოლო იარაღია, გამომწვარი მრგვალი დაახლოებით აი ამოდენა დიამეტრის მქონე ბურთულებია, თიხის გამომწვარი ბურთულები, რომლითაც ისროდნენ და ვისაც კი მოხდებოდა ეს სასიკვდილო იყო მეტწილად და აი ამ შურდულის ქვები მე მინახავს აბაშის კულსახში და გამგეობის შენობაშია დაცული. კედლებში იყო შესობილი, აი ისროლა ვიღაცამ მასიურად ისროლა, მაშინ ტყვი არ იყო იცით თქვენ, შვილდის არის რომ იცოდეთ არ იყო მაშინ. და აი ეს შურდულის ქვები იყო ისროდნენ, აი ამ შურდულის ქვებს, რომელიც დიდ მანძილზე მიდიოდა და სასიკვდილო დარტყმას აყენებდა ადამიანს. და ის შურდულის ქვებია ნაპოვნი. აქ ნაპოვნია სამარეები. ანუ ხალხი ცხოვრობდა, შემდეგ წავიდოდა ამ ქვეყნიდან, ხო? მას მიწას მიაბარებდა. ნაპოვნია სამარეები, ძალიან მაღალი პიროვნება არის გაგზავნილი, ძვლები შემორჩენილია. მე ადგილს ვერ გეტყვით ახლა ზუსტად რომელი ადგილი იყო. აი იმ ადგილზე, რომელიც იქნებოდა ალბათ აი ამ ადგილის ან ხელისუფალი, ან წინამძღოლი, ან სასულიერო, ან საერო პიროვნება. მაშინ თქვენ მოგესალმებით ქრისტიანული სარწმუნება არ იყო საქართველოში, მაშინ იყო წარმართული ეპოქა, ხალხი იყო კერძ თაყვანისმცემელი იმ პერიოდში. აი ამ ნამარნუს გაძლიერებას მიუთითებს ის, რომ არქეოლოგიური მონაპოვრის დროს ნაპოვნია არათუ ადგილობრივი ჭურჭლეული, არამედ იმპორტული. თქვენ იცით იმპორტული რას ნიშნავს? უცხოეთიდან შემოტანილი. საბერძნეთიდან, ხიოსიდან, თაზოსიდან, კრეტიდან, სიცილიიდან, აი გაკეთებული ჭურჭლეული აქ შემოტანილი იყო. ესე იგი, ამ სიშორიდან ვაჭრობა ხორციელდებოდა მაშინ დასავლეთთან, აი დასავლეთ ევროპის იმდროინდელ ძველ ცივილიზაციებთან და აი ამ ქალაქს ჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. აი იმ დასავლეთის ცივილიზაციასთან. აქ ნაპოვნია აი ეს ბერძნული, ელინური, იქ დამზადებული ჭურჭლის უამრავი ფრაგმენტი. ეს ქალაქი მდებარეობდა რიონის ნაპირას. ფსევდოსკილაკს კარიადნელი ამბობს, რომ ფაზისის ნაპირას, ფაზის ხო რიონის ძველი სახელწოდება, კოლხეთის ეპოქის ძველი სახელწოდება, ფაზისის პირას მდებარეობს ბარბაროსთა დიდი ქალაქი. აი ფაზისი ძველ დროში რიონი აქედან გაედინებოდა სულ რაღაც აქ 1 კილომეტრიც არა რიონამდე. აი ნარიონალი, სადაც აი იქ იყო რიონი ძველ დროში. ეს ქალაქი მოქცეული იყო ორ მდინარეს შორის. იმას თუ ფაზისი ერქვა, აქ ითხარეს აი მდინარე ფიჩორი აქვია, აი ფიჩორის ხეობა, მდინარე ფიჩორი ასე გაედინება. აი მდინარე ფიჩორს უწოდებს ფსევდოსკილაკს კარიადნელი ამ ქალაქის ლოკალიზაციის დროს ამბობს, რომ აქ არისო ფაზისი და აქ არისო მდინარე რისი. ანუ ძველ დროში აი ამ ფიჩორს რისი რქმევია. აი ვარაუდი არის რომ რისი კოლხური ანუ მეგრული სიტყვა რუშეა. თქვენ იცით ხო რუშე ლავლათაა ჩვენ სოფელში პატარა ნაკადულს ნიშნავს რუშე ხო? ფიჩორია დიდი მდინარე არ არის. რიონი დიდი მდინარე იყო, ფიჩორა პატარა მდინარე იყო ხო? აი ამ ორ მდინარეს შორის მდებარეობდა ეს ქალაქი. ამ ქალაქს ჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთის
და აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან, ხო? ამავე დროს აქ გადიოდა ჩრდილოეთის და სამხრეთის გზაც. აი, გაიხედეთ თქვენ ახლა აქეთ. აი იმ თევზს ახლა ჩვენ დღეს უწოდებთ გურიის თევზს. იმ ეპოქაში აი ამ თევზს ძველი ბერძნები უწოდებენ ლაზიკის თევზს. ანუ ძველ დროში იქ ლაზები ცხოვრობდნენ, ანუ კოლხები ცხოვრობდნენ და იქ უმეტესი თქვენგანი ნამყოფი არის ჯიხეთის დედათა მონასტერში. იქ გადადის უღელტეხილივით აი ასეთი უნაგირივით ჩაზნექილია ეს მთა და გადასასვლელი გზა არის. აი ძველი გზა იმ ოლქიდან გადმოდიოდა აი ამ ქალაქ იმერეთისაკენ, თანამედროვე სამეგრელოსაკენ, ლეჩხუმისა და სვანეთისაკენ. აი ამ გზა ჯვარედინზე მდებარეობდა აი ეს ძველი ნაქალაქარი ნამარნუს. ნამარნუს კიდევ ერთ ღირსებას ის წარმოადგენს, რომ აქ მარტო თიხის ჭურჭლეული კი არ არის ნაპოვნი. და აქ არ არის მარტო ასე ვთქვათ, ყოფითი ნივთები. აქ არის ძვირფასი ნივთები, ლითონის ნივთები და მათ შორის ძვირფასეული ლითონის ნიმუშები ნაპოვნი, რომელიც ამჟამად ინახება საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმში. და თქვენ როდესაც თბილისში ჩახვალთ, მარტო მაღაზიებში და ასე ვთქვათ, გართობის ადგილებში კი არ უნდა მიხვიდეთ, მუზეუმები მოინახულეთ, სადაც ჩვენი ერის საგანძური ინახება. აი მუზეუმებში ძალიან ბევრი რამაა შენახული და მათ შორის ჩვენი სოფლიდან აი ამ ნამარნუდან წაღებული ნივთები. აი აქ ყველაზე ძველი ნაგებობა, აი ამ ნაქალაქარზე არის აი ეს ნაგებობა. დააკვირდით ახლა ამას თქვენ. ეს არის შენობის ნაწილი, ჩანს ფუნდამენტი. აი ასე იდგა შენობა. სავარაუდოდ ეს ან წარმართული ტაძრის ნაკვალევია, ან პირველი საუკუნის თარიღდება ეს შენობა, ეს ფუნდამენტი, ეს სავარაუდოდ ქრისტიანული ეკლესიის ნაკვალევია. ესე იგი რა ხდება ჩვენ წელს ხომ აქ ქალაქი არ არსებობდა, მაგრამ ეს იმას დანიშნავს, რომ აქ ცხოვრება არ არსებობდა. ცხოვრობდნენ აი ასე. როგორც დღეს ცხოვრობენ მეჯოგეები, ხო? პირუტყვის მომლელები. ეს დააფიქსირა. აქედან გამომდინარე, მათ ჰქონდათ თავიანთი სალოცავი და ნიშნეულია, რომ ეს ან წინარე ქრისტიანული სალოცავის კვალია, რასაც თქვენ ახლა ხედავთ. ან სულ პირველად რო შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში, აი იმ პერიოდის სალოცავია. პრობლემატურია ერთი საკითხი. აი ნელ-ნელა ეროზია მიმდინარეობს მიწის, აქ არის ხელოვნური გაკეთებული არხი, არქეოლოგებს რატომ დაემართათ ეს მე არ ვიცი და აი ფუნდამენტის აღმოსავლეთი ნაწილი სულ იშლება. აი ხელი ასე აქ ჩამოიშალა. ამას შეიძლება გამაგრება, ამას შეიძლება მოვლა. თორემ ამდენი 100 წელი გაძლო და აი თანამედროვე პერიოდში შეიძლება დავკარგოთ. აქი და კედელი ჩამოშლილია თქვა მიწის ეროზიისგან. აი რო დააკვირდეთ ეგეთ თიხის ნატეხის ძერს, აი თქვენ ხერხა. უსასწრებელი თიხის ნატეხი აიღეთ. აი იმ დროინდ აგერ ხედავთ რაღაც ფენა ჩანს, ნაშალი ფენა ჩანს. რაც უფრო მე 7 ფენა ნაპოვნი სულ აქვს. 7 ფენა. ცხოვრების ეტაპი და ეს ფენა ძელდებოდა ასეული წლები, ანუ საუკუნეები. აი ფენა ცხოვრების ამათ ეტაპზე, აი აქ რომ მიმდინარეობდა ამას მოწმობს აი არქეოლოგიური გათხრები, რომელიც აქ ტარდება. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა მარტო აი ამ ტერიტორიაზე. ეს არის კიდევ შეუსწავლელი ძეგლი. კიდევ ბევრი რამა აქ მიწაში ჩამარხული და ძალიან დიდ საიდუმლოს ინახავს აი ეს ნაქალაქარი. და გურამ გრიგოლიას ამ პიროვნებას გამოთქმული აქვს თავის სტატიაში მოსაზრება, რომ შეიძლება ძველი კოლხეთის დედაქალაქი აიაც კი იყოს ეს. ანუ კოლხეთის დედაქალაქი აია ჯერჯერობით რომ იცოდეთ, ნაპოვნი ქალაქი არაა. ცნობილია ისტორიულ წყაროებში, ლეგენდაში არგონ ამერიკა. ალბათ იცით თქვენ და მე დარწმუნებული ვარ, იცით რომ მითი იაზონისა და მედეას სიყვარულის შესახებ, ოქროსაწმისის შესახებ, აი იქ არის ხსენებული ქალაქი აია, კოლხეთის დედაქალაქი და შეიძლება გურამ გრიგოლი ამბობს, კი არა ამბობს, ყველა მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, შეიძლება რომ ეს ბარბაროსთა დიდი ქალაქი იყოს აიას ნაკვალევი. იმიტომ რომ ჯერ ბევრი რამ კიდევ არ არის ცნობილი, ბევრი რამ კიდევ არის მიწით დაფარული და ელოდება მომავალ კვლევას, ძიებას, ვინ იცის, ეგება რომელიღაცა თქვენთაგანი აქ მომავალი არქეოლოგია გაგახსენდებათ ეს და თქვენ შეიძლება აქ გათხრების აწარმოოთ. როდესაც გახდებით სპეციალისტები და როდესაც გაეუფლებით ამ ლამაზ პროფესიას, რასაც არქეოლოგია ქვია, რასაც ქვია ძველი ეპოქის ძიება, ისტორიის კვლევა. ვაკე ადგილზე მდებარეობს. აი იმ ნაწილს,
ეწოდება დღესაც მოჭვირი. რაც მეგრულ ენაზე ნიშნავს გადამწვარს. და აი აქაური აღმოჩენილი არქეოლოგიური აი ეს ნაპოვნი ნახშირები, დანახშირებული ხის ნაგებობები და ეს ფოლკლორული გადმოცემა რომ ამაზე მოჭვირი კი ანუ გადამწვარი ქვია, ერთმანეთში მოდის თანხმობაში და ავსებენ ერთმანეთს და ადასტურებენ იმას რომ ეს ქალაქი არის გადამწვარი კიმერიელებისა და შემდეგ ხაზარების მიერ. და იმის შემდეგ ეს ქალაქი ფაქტურად როგორც ქალაქი ისე აღარ არსებობდა როგორც ეს არის ასე ვითარდება ხო აი ასეთი ნაკადი იყო აქ ჩამოვდილი და აი ესეთი ისტორიული ძეგლი მდებარეობს ჩვენს სოფელში ზოგს გაგონილი ქონდა ალბათ ზოგმა ან იცოდა ან არ იცოდა ხო ჩვენ ხო გავიარეთ ბავშვებო ისტორიის შესახებ სკოლის წიგნში ჩვენ არაფერი არ გვისწავლია მამაო ეს იქ არ არის ახლა სკოლის პროგრამაში შესული იმიტომ იმდენადაც ეს ჯერ კიდევ გამოსაკვლელი და შესწავლის საგანია მაგრამ მე თქვენ ბავშვებო გახსოვთ ალბათ გითხარით რომ მამაოს აქვს წიგნი დაწერილი ეს სოფელი კეთილ-არს კონსტანტინეს სადაც აღწერილია ის ყველაფერი რაც ახლა მამაო მოგიგო და ეს წიგნები წაიკითხეთ და ეხემძვანეთ მე ყველას მეუბნები ის ყველაფერი დეტალურად არის აღწერილი ეს სოფელი კეთილ-არს ნამარნუს შესახებ დარჩენი მამაო იმდენად ყველაფერი დაახასიათა ნამარნუს შესახებ აი ტიპიური ქალაქის სახელმწიფოა ანტიკური რომელიც შენდებოდა შემაღლებულ ადგილზე ან ბორცვზე დააკვირდით ვარ შემაღლებულ ადგილზე და ბორცვზე როგორ არის შემაღლებული ადგილი ყველაზე მაღალი ადგილი საერთო ბავშვებო აკროპოლისი ახსავარაუდო რო მოგები და აკროპოლისი ყველაზე მაღალ შემაღლებულ ადგილი ყველას აკროპოლისი ეს ყველაფერი დაუმატება მომ ყველაფერი დეტალურად გასულ რამე კითხვა გაქვს აგერა მამაო იპასუხებთ არ მე თვითონ იპასუხებ თქვენ გიცით ეს ხო ნატეხები ეს არის ამდენი 1000 წლის ჭურის ნატეხები ჭურში რა ინახებოდა თუ იცით ბავშვებო ჭურში რა ინახებოდა ამავე დროს მარცვლეული ხო და ამავე დროს ძველი კოლხები ჭურში ამფორები ერქვა ხო საწვეტებული ორსაყურიანი ამფორები ხო მარცვლასა და იმას ინახო აი ახაც ნაპოვნი ყოფილა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ჭურში ადამიანის ძვლები ანუ რომოუკვდები ჩამდე ტიკტორაშია რომ არის ხო ის არ არის ქართველები ძველი კოლხები მიცვალებულს ძალავდნენ როგორ ახლა ხეზე კიდევდნენ მიცვალებულს ძველ დროში ნაბადში გაახლოვდნენ და დაკიდებდნენ ხეზე როდესაც დადნებოდა აი ეს ცხედარი და დარჩებოდა ძვლები აი ამ ძვლებს აიღებდნენ და აი ჭურში ან მიწაში ძალავდნენ საპატიოს ჭურში ძალავდნენ და ვინ საპატიო არ იყო და ასე თქვა შეულებრივი მოსახლე იყო, აი მას მიწას მიაბარებდნენ. რატომ? ზამთარში ჭოჭყოა კოლხური მიწა, ტენიანია და არ უნდათ რომ წყალში ჩაეგდოს მიცვალებული და ამიტომ ხეზე დაკიდებდნენ და მერე ჩავ. ესაც ცნობილი არგონავტიკაში აპოლონიოს როდესაც დადასტურებულია კოლხური დაკრძალვის წესი, მიცვალებულის ხეზე დაკიდება. ეს დღესაც არის რო იცოდეს. შემორჩენილი აფხაზეთში. აი აფხაზეთში ან სოფლებში დღემდე ხა შეიძლება დღეს არ აკეთებენ ამას მაგრამ იქ არის ხალხი რომელსაც ახსოვს რომ მათ ბავშვობაში მიცვალებულს ხეზე დებდნენ. აი თვარის მოტაცება წაიკითხეთ კოსტანი გამსახურდიას და იქ არის ესეც კოსტანი გამსახურდიას აღწერილია როგორ დაკრძალეს კაც ზვამბაია შეახვევს არზაყანი მას ნაბადში და შემდეგ ხეზე შემოდის კოლხური წესი და შემდეგ წამოასვენებს დაკრძალავს მიწაში. ასეთი იყო კოლხური დაკრძალვის წესი ძველ დროში. აქ მეტი რა შეიძლება აკრიონი ახლა დაუშვათ რატო აღარ გადის აკრიონი რატომ არ გადის და 200 წლის წინ აი ამ დინარეს ხელოვნურად შეუცვალეს კალაპოტი თუ ადრე რიონი ამიდამოებში გაედინებოდა ეს იყო ბუნებრივად გაკეთებული კალაპოტი რომელიც მან დინარემ თვითდინებით გააკეთა 200 წლის წინ სოფელ საჯავახოსთან ისიც ეს თქვენ გურია იმერეთის მიჯნაზე მდებარე სოფელია ხელოვნურად გაუჭრეს მას აი ეს კალაპოტი რომელშიც ახლა ამჟამად მიედინება იმისათვის რომ დაემოკლებინათ ანუ შეემოკლებინათ გზა ფოთიდან ქუთაისამდე იმიტომ რომ რიონზე მაშინ იყო ნაოსნობა რიონი წარმოადგენდა მთავარ სატრანსპორტო არტერიას ჩვენი ქვეყნისათვის დასავლეთ საქართველოსათვის განსაკუთრებით და ამით შეამოკლეს მისი გავრცელების ასე ვთქვათ კლაკნილია დააკვირდით როგორი კლაკნილი კალაპოტებია ძალიან ძნელად სამართავი იყო მან ნავები მაშინ თქვენ იცით რომ მოტორიანი ნავები არ არსებობდა იყო ხელით სამართავი ნავები თანაც
ნავში როცა ჩაждები თქვენს რომ ნიჩვის მოსვით მიდიხარ იქით, მაგრამ წყალაღმა როგორ უნდა წახვიდე? ძალიან ძნელი იყო დატვირთული ნავის, რომელშიც იყო საქონელი, სავაჭრო საქონელი ჩატვირთული, ამისთვის წყალაღმა აყვანა. ამისთვის რას აკეთებდნენ? ნაპირზე ორი კაცი იდგა, ერთი ნავში იჯდა, ხო და ის ნავს მართავდა და ესენი ბაწრით ეკაჩებოდა. აი როგორც ეხლა ხო, ნავი რომ უნდა აიყვანო იქით, აი ასე ბაწრით და წამენი ქუთაისიდან ფოთიდან ქუთაისამდე ბაწრით აყავდათ ნავები, დატვირთული ნავები, რომელიც იყო საქონელი დატვირთული და ერთი კვირა უნდებოდა, ან ორი კვირა უნდებოდა რომ აი ამ სავაჭრო გზით იმ დროინდელ რომელ ქალაქებთან გქონდათ კავშირი, აი ამ ადგილზე მცხოვრებ ხალხს? აი გავცე მაშინ. ესე იგი, აქ გადიოდა სავაჭრო სატრანზიტო გზები, ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა. შეიძლება ითქვას, რომ დაწყებული აი ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე შეიძლებოდა დაკავშირება. აბრეშუმით. ხო, ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთამდე და როგორ? აი დინარე რიონი ფოთთან უერთდება შავ ზღვას, არა? შავი ზღვით შემოდიოდნენ დინარე რიონში, რიონს აყვებოდნენ ზევით და ქალაქები, რომელი ქალაქები იყო? აი ვანი, ქუთაია იყო, შემდეგ აი ეს თუნდაც ნამარნუ, მაშინდელი ქალაქ სახელმწიფო აქ მდებარეობდა. გამოვივიდნენ ამ ტერიტორიაზე შოროპნამდე მოვიდოდნენ, აი რიონის გზით, შოროპნიდან შემდეგ გადადიოდნენ დინარე მტკვარზე, გაყვებოდნენ მტკვარის გაყოლების შემდეგ მაშინდელი ალბანეთი ან დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიით სახმელეთო გზით და კასპიის ზღვაში ჩადიოდა და იქედან მერე უკავშირდებოდნენ ინდოეთს. ან ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო სატრანზიტო გზა გადიოდა და ამის საფუძვე ჩვენრავ გაწევს. აღმოჩენილია აი აქ ნაქალაქარები, რომელიც იყო აი მტკვრის ნაპირას, დინარე რიონის ნაპირას, არა? იქ არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია როგორც უცხოური ნივთები, ასე უცხოური მონეტებიც. ეს ნივთითებს იმაზე, რომ აი უცხოური ნივთები და ხონდა მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა და აი ქალაქებს, რომელიც რიონის გაყოლებაზე, მტკვარის გაყოლებაზე მდებარეობდა, გასხოველებო ვაჭრობას ჰქონდა ადგილი ქალაქებში. აი გზა ხარ არის ეს. გოგა გამოდი გოგა. აი მე მოვხობა ეს ვაფი მაგდა რა. ამოვიდე რა. აი გამიჩინე. გოგა. ყველა გულია, ყველა გულია. ჩეხი ასე მარტივ
შეხედი ხოლმე უჩარო, ჩამოვიდა.